აი გონება მაშინ იქნება რომ გაიხსნება და ნამდვილი მას დაინახავ. ეხლა შენიღებულია ყველაფერი და კარგი დადგმულია. აქ არის ბრძოლა გამიგე და ყოველთვის იბრძვიან დიდები, გოლიათები და გოლიათი ეხლა საქართველოს ხო არ არის. საქართველოს მომწყდეული არის ამ გოლიათებს შორის რა. ხო, რუსეთი, ამერიკა და ეს ვისაც პარადი მიყავს და ახლა გაეროს წარმომადგენლები არიან ორივენი და აღმოსავლეთის პრეზიდენტი იყო საერთოდ თელი ამ სივრცის რუსეთი და ეხლაც ესეთი ის არის. უბრალოდ ჩამოაშორეს თელი რიგი რაღაცეები და შეავიწროვეს ტერიტორია. ისეთ დონეზე აღარ არის ახლა აღმოსავლეთი ევროპა იქით ის. რატო? იმიტომ რომ იქ უფრო ტერიტორიულად მას პრეტენზიები არასოდეს არ ქონია. იდეოლოგიური ის ქონდა და იდეოლოგიურად გამიგეთ, რა თქმა უნდა, წართმეული იქნა. იდეოლოგია წავიდა ავტომატურად ის რომელი მხარესაც იდეოლოგიურად ინარჩუნებდა რუსეთი და ეს იყო აზიის რამოდენიმე სახელმწიფო, იქით აქითა კონტინენტზე კუბა, მერე იქით აღმოსავლეთი ევროპა და აფრიკის რამოდენიმე ისინი, ეს ავტომატურად всё იქ ვეღარ გააკონტროლებ. არასოდეს შენის ტერიტორია, არასოდეს ისტორიულადაც ფეხი არ დაგიდგამს აფრიკის მხარეზე რუსებს არასოდეს ეგარ გაუკეთებიათ. აფრიკა მაშინ დაიწყეს ათვისებ, როცა მარქსიზმმა დაიწყო მსოფლიო იმად გამოცხადება რა, რაღაცა მედროშეთ. და მეორე მსოფლიო ომის მერე დაიწყო ესა. მანამდე ეს იყო ექსპერიმენტები საბჭოთა კავშირის სივრცეში, რუსეთში და რუსეთმა დაიწყო გავრცელება და გაავრცელა მთელი ამ კავკასიაზე და მთელი ამ რეგიონებზე, სადაც ამერიკას და ევროპას არასოდეს ფეხი არ დაუდგამს. ამერიკას არასოდეს ფეხი არ დაუდგია ესა ყოფილი SNG-ს ტერიტორიაზე. არც ბალტიისპირეთის ქვეყანაზე, არც ევროპას. არც ევროპელები არ იყვნენ დიდად მაგ ტერიტორიაზე. ამიტომ არის ის რომ თავი შეიკავეს და სხვაგან ეხლა ჩემოკარგო ეხლა შეხვიდე ეგრე არის. დააკვირდით. ესე იგი იდეოლოგია წავიდა, სულ ყველა ის ქვეყნები წავიდნენ სხვაგან. ამ აფრიკა ისინი შეეშვნენ რუსებს არაფერი აღარ ავალდებულებს, ან დაეხმაროს, ან ისე ანას და ხანდახან ყიყლიყო მამალივით გაეროდან დაიყივლებს. იცი იქ არ შევიდეთ. ვითომ ვეტო, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ აკეთებს. ვერ ზერაყს დაეხმარა, ვერ სირიას ეხმარა, ვერავის ეხმარება, იმიტომ რომ იდეოლოგია აღარ არის. შენ აღარ ხარ იდეოლოგიური იმაში, რომ იდეით რომ ტყავი გააძრო და ის სირია და ისინი შენი ძმები აღარ არიან. ეს მარტო იდეოლოგიური იმით იყვნენ ისინი კუბაც და ყველა და ეხლა შენ რაღაცა იმაში მოჯექი და ეხლა აქით ეხლა ვის ეხმარებ? ეხო გახურებები არის. და აი ამ ტერიტორიას, რომელსაც ქვია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას 22 მილიონი კვადრატული კილომეტრი ისევ რუსები აკონტროლებენ. აბა გაბედოს ვინმე და მათ შევიდეს. აქ ყველა მხრიდან უკაკუნებენ რა. ესე იგი იდეოლოგია წავიდა ავღანეთიდანაც გამოვიდა რუსები. ავღანეთიდან, იმიტომ რომ ტერიტორია მისი არ იყო. არასოდეს. იქ წარმოიშვა რაღაც ისეთი ამბავი ძმებს შორის და შეცვიდნენ რუსები და მოეწონათ ავღანელებს აი ესეთი იდეოლოგია ჩაფხაებული ქვეყნებისთვის მარქსიზმი არის პირველი რა. დაბანა ასწავლეს თელი ამბავი და იმ წუთში ამერიკა დადგა გვერდზე, იმ ძმას გვერდზე დაუდგა და ფაქტურად ირიბი გზით მან ამერიკა და რუსეთის ომი მიდიოდა. მიდიოდა რა ომი, მაგით რუსებმა გამოიყვანა ჯარი. ეხლა ნახე პირდაპირ ომობს ამერიკასთან ავღანელები. ავღანელებს გული მოუბრუნდათ რუსებზე, რო რამე იყოს ისევ გაუხსნიან კარებს ახლა ამჯერად უკვე სხვა მუღამით და ამერიკა საშვილიშვილოდ გადაიკიდა. ამღანელს გააგებინებ, ეხლა ამერიკა რა არის? და მთელი მუსულმანური სამყაროს სიძულვილი უკვე რუსეთის კი არა აქვს. და საბჭოთა კავშირის სიძულვილი აღარავის აღარ აქვს, ხო? ეხლა უკვე აქვს ამერიკის სიძულვილი და ამერიკის სიძულვილი დაიწყო მსოფლიოში და მოაღწია საქართველოსმდე. და უკვე საქართველოს ერიც კი ამერიკის სიძულვილით არის გამსჭვალული და აგინებს ამერიკას, რომელ ამერიკაზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს მას, რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში, რა უნდა, როგორ არის, რა მართავს ქვეყანას. გამიგე რაღაცა ორი წიგნი წაკითხე, მაგით ხო რა ამოხსნე რა და როგორ არის. სამყაროს პატრონი ყავს, უნდა დაიწყოს შორიდან, ეს წყობები რა არის და დემოკრატიას რას აკეთებს ამერიკა ახლა. ამერიკა ახლა მეგობრობა ქართველს როგორ ესმის, იცი? როგორ ესმის და ესე მიუძვი რომ ამერიკელმა ზურგი უნდა მოგვიჩვენოს, ჩვენ უნდა შევასკუპტეთ და გვატაროს წინ და უკან. ესეთი მეგობრობა დასავლეთს არ აქვს. ეუნები იცი რა? ამყევი ცოდნას მოგცემ, განათლებას მოგცემ, რასაც მეკითხულობ, წაიგითხე, ეკონომიკურად გაგანთავისუფლებ და დანარჩენი ინდივიდუალურად დაჯექი იმუშავე და ხელ შეგიწყო პირობებს. დასავლეთი ესეა და ის ახლა შენ გაღატაკდე და შენ ზურგი გდომებია და ამათ მოენატრათ რუსული ზურგი. ის ჩამოახტუნა ამერიკელებმა რუსებმა თავის ზურგიდან ქართველები და შეასკუპეს ქართული მთავრობის ზურგზე. აი ამ ზურგს ხედავს საქართველოს და გაგიჟებულია და შეხედე მაგ ზურგი ვინ გამოგიგზავნა, ხო? ესე არ არის. ჩამოსხი ისინი ჩამოიყარენ ისინი და აგერ საბჭოთა კავშირი არის ისევ დაკეტილია საზღვრები, კაცშვილი ვერ ბედავს მან შემოვიდეს უპრაკონოდ, აკონტროლებენ მაღალ დონეზე, გამიგე და ეს კორიდორი დატოვეს, იმიტომ რომ ეს არაფერს არ წარმოადგენს და თუ რამე ეგერ მომენტალურად იქვე დგას რუსეთის
ძალიან ძლიერი შეიარაღება რა, ძალიან ძლიერი, ესე იგი. შორს კი არ არის ეგა. ტანკები ამ კაცმა რო თქვა ახლა ტანკები არ შემოვიდოდა იქ მანდ არ დგას კაცო, ყველაფერი მანდ დგას. ოსეთი, აფხაზეთი, ჩვენი არ არის, რამდენი კილომეტრია საქართველოსთან? საქართველოსთან აი თბილისიდან. თბილისიდან რაღაც 2 საათის სავალზე დგას ძალიან ძლიერი შეიარაღება. ახლა ამაზე მეტი რა გაგინდა ახლა, რო რამე მოხდეს, მათ წამებში რაღაც 15 წუთში მანდ იქნებიან სულ ყველა. ამერიკელი სადაც დგას, ამით უახლოესი ტერიტორია ამერიკის ბაზა სადაც? თურქეთი. რამდენი კილომეტრია თბილისიდან თურქეთამდე? ხო 1500-მდე, 1600 კილომეტრია იმამდე. რომელი უფრო ახლოს დგას? ვინ გაბედავს და ვინ შემოვა? მერე რატო უნდა შემოვიდეს ამერიკელი? რა არის საქართველოში ისეთი? რა მართლა მეგობრად მიიღო? რა აკავშირებს საქართველოსთან? ისტორიული წარსული, ომები ერთად ომობდნენ. მთელი საქართველოს ისტორია რუსებითა და ქართველების ერთად ომია. ჩაწერილი ჯარისკაცად გურამიშვილი, ორბელიანები, მთელი თავადობა რუსეთის იმპერიის დროს მთლიანად სამხედრო ელიტარული თავადები ყავდა ჩვენ. ესენი იყვნენ სამხედრო რუსეთის იმპერიის სამსახურში მუდამ და მამულები და პატივები და თელდა ლექსების წერა და გაუთავებელი ძმობა და სიყვარული. გამიგედა? მერე და მერე იქაც დაგროვდა სიძულვილი, რაღაც ამბები და ეს ალკე თემაა და ეს რუსეთის царიზმის იმპერია რომ მოლპა, ეს სიდამპლე საქართველოში შემოაღწია და უკვე ვის უნდა დააბრალო? რუსეთს უნდა დააბრალო. ამ ერთდროულად გაერთიანდნენ რუსეთის პროლეტარიატი, საქართველოს პროლეტარიატი, საქართველოს ინტელიგენცია, რუსეთის ინტელიგენცია, შეამხანაგდნენ და ერთდროულად მოაწყეს აი სხვა წყობა და ისევ გაერთიანდნენ. რუსული იმპერიაში მყოფი საქართველო შევიდა საბჭოთა კავშირის იმპერიაში. სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა ქართველს როგორც სუბიექტს რესპუბლიკას ვიდრე რუსეთის царიზმის დროს. რუსეთის царიზმის დროს ჩვენ არაფერი არ ვიყავით. ვიყავით რაღაც პროვინცია. არ არის სახელმწიფო, არაფერი ჩვენ არ გვაქვს, წართმეულია ყველაფერი, არ გვაქვს უნივერსიტეტები, დამოუკიდებლობა, აბსოლუტურად რუსულად არის სასამართლო პროცესი. ქართველები ლამის არიან გადარეულები და ამის კარგი ილუსტრაცია არის ქართულ ლიტერატურაში ძველი ვოდებილებიც მაგის ის არის ნიმუში, რომ მოსამართლეები, ესე იგი რუსები იყო ყველგან, იქიდან იგზავნებოდა царიზმის რუსეთი აგზავნიდა მეფის ნაცვალს და მეფის ნაცვალი იჯდა ჩვენთან გუბერნატორები, მეფის ნაცვლები და ქართველები იყვნენ შევიწროებული. საქართველოს როგორც ასეთი ნამდვილად არ იყო. და აი მერე უკვე საქართველოს რესპუბლიკა აღდგა ნომინალურად მხოლოდ რუსეთის იმპერიის საბჭოთა კავშირი, მოდი ვთქვათ, საბჭოთა კავშირი, საბჭოების კავშირი იყო ეგა. საბჭო ყველა არის საბჭო და კავშირი. რა საბჭოა ესა? ყველა საბჭო არის საერთოდ თათბირი, ლაპარაკი და გაერთიანება იმ ხალხისა, რომელიც ამ ტერიტორიაზე განლაგებული და იკრიბებოდნენ რა საბჭოთა კავშირი ერთიანდება, ნახეთ, საბჭოების რესპუბლიკა. და სუბიექტად უკვე ყველა არის აქ და მთავარი წამყვანი არის რა თქმა უნდა რუსეთი იმან წამოიწყო ეგა და ასე თუ ისე კონსტიტუციურად და ნომინალურად საქართველოს როგორც რესპუბლიკას შემდგარია. უბრალოდ დასავლეთიდან არ არის დაერატო. თუ იცის ეს რუსეთმა საქართველოს რომ არ არის დამოუკიდებელი საქართველო, ეს იცის დასავლეთიდან. დასავლეთს აინტერესებს ახლა დასავლეთს უნდა ჩააგდოს ჩორტები და რუსეთ ჩამოაშოროს ის მოკავშირე რესპუბლიკები და შეიტანოს ბუნტი და რომელიღე დერეფანი გაიხსნება და შევალ. ხან კიევიდან მოსინჯა, ხან ავღანეთიდან გააყვა, იქიდან მოსინჯა, გამიგე არაფერი არ გამოდის. ეგეძებს ხრელს და შესასვლელს საიდან შეძრეს. რუსეთში შეუტიოს თავისი ეკონომიკით, თავისი ესთეტიკით, თავისი ფილოსოფით და დაანგრიოს ეს და გადმოიბიროს მთელი ეს ხალხი ამერიკული ესთეტიკისაგან, ფილოსოფიისაგან და რელიგიისაგან. აი არაფერი არ გამოსდის 20 წელიწადია. არაფერი არ გამოსდის. ხო, ვერაფერი ვერ დააკლო, ვერც კინოებით, ვერ პირიქით, უფრო დაიფრო იკვრება რუსეთი მართლმადიდებლური. რუსული ინტელიგენცია ნაციონალური არის. ედინა ერასი არის დუმა როგორც ასეთი ხამდე მიდის რომ აღარ გვინდა საბჭოთა კავშირის. რატო იძახიან დუმაში? არ გვინდა არავინ? ამ დროს არავის არ უშვებენ. თუ არ გვინდა არავინ, დაანებე ამ საქართველოს დავით, დაანებე კავკასიას, დაანებე ჩეჩენეთს. ეს ისე განცხადებებია რა. ამ დროს ყველაფერი ისე ვისი არის. ჩეჩენეთიც მაგათთან დარჩა, დაღესტანიც, არავინ არ დაშლილა. თორე ისე რომ დაიწყოს დაშლა, რამდენს ქონდა ილუზია საქართველოში, რუსეთი იშლება. აბა მითხარით, ვინ დაიშალა? ბელორუსიაში ისე პატარა იმით ექსპერიმენტი ერთი საქართველოში როგორი იქნება დასავლური დემოკრატია და მარქსიზმი რომ არ დაგვევიწყდეს როგორია ბელორუსიაში დაიტოვეს. დნესტრისპირეთშიც დაიტოვეს, მოლდავეთში. დაიტოვეს თუ არა ესენი? აბა შედალოცილო რა ექსპერიმენტებია ესა? ვის მიყავს პარადი? პარადი მიყავს რუსეთს. აი დასავლეთი სულ მალე ამას გაიგებს. და ის გამომსვლელები ტელეფონის ზარებით რო გამოდიან, ცდებიან, მათი აზროვნება არის ძალიან მოკლე ტალღებზე მომართული. ფართო ტალღა არის საჭირო გაიხედო რომ ეხლა ნუ დამიწყე ანტიამერიკული ისტერია შემოვიდა, იყო ანტირუსული,
შორს წავიდეთ. რატომ იყო ანტირუსული საქართველოში? ჯერ მანდენან დაგეწყო. რატო აყევი მას? და დარწმუნებული ვარ ზარების ყველა მონაწილე ანტირუსულში და 20 წლის უკან. საშინელი ანტირუსული ისტერია იყო 80-იან წლები. აყვნენ ამ დებილებს, მომზადებული იყო კაკებეს მიერ ეგა, შემოყარეს ეგ ხალხი და არავითარ შემთხვევაში სულ ახალი დისიდენტი არ გამოჩენილა. სულ ყველა იყო მარქსისტული ნომენკლატურაში გატარებული ხალხი. სულ ყველა გადახედეთ მით ბიოგრაფიებს. აკაკი ბაქრაძიდან დაწყებული ის ნიკო ჭავჭავაძის მამები, მანდ არავინ არ იყო, აი უცნობი. კაკები არ დაუშვებს უცნობი შემოვიდეს, რაც ახლა ხდება. ოპოზიციაში უცნობი არავინ არ არის. აი საიდან მოვიდა, აი უნდა ვიცოდნენ ვინ არის, რა არის ეს, რა სკოლა აქვს გავლილი. გადახედეთ ოპოზიციონერები. ძმები ბერძენიშვილები, აბა გადახედეთ ვინ არიან ესა. ივანიშვილი, გადახედეთ აი დღევანდელები, გაჩეჩილაძეები, ბურჯანაძე, კიდე ვინ არიან, მაგრამ აი გამყრელიძე, აბა მითხარი, შალვა ნათელები, ვინ არიან ესენი? ესენი არიან საბჭოური სივრცეში გაზრდილი შვილები და ყველა ცნობადი სახე არის საბჭოთა ნომენკლატურისათვის, კაკებესათვის, რომელიც არის ახლა მოსკოვში ისე და სხვანაირად მუშაობს ახლა. იატაკქვეშეთში მუშაობს ამ იმეების შესანარჩუნებლად და მას ისევ ისენი აქვს გეგმები აღებული ისეთი, რომ დასავლეთი მას რუსეთს არ აუღია ხელი იმაზე, რომ გავავრცელოთ ჩვენი ტერიტორიის დაპყრობა, გავაფართოვოთ მსოფლიო მასშტაბის. უბრალოდ იდეოლოგია მათ ისეთი ქონდათ, მარქსიზმი მართლაც დაიწყეს ცნობიერების დაპყრობა. ცნობიერების დაპყრობა, იცით, ძალიან მაგარი რამეა. მე უკვე ტერიტორიასაც შემოიერთებ. ხო და ეს ბრძოლა იყო ცივი ომი. ამერიკელებმა აქ კი გათვალეს, რომ ეს იდეოლოგია ისეთი რამეა, თუ ეს არ დავანგრევინეთ რუსებს, ეს იდეოლოგია ხო თვითონ გქონდეთ, მაგრამ ჩვენ დავიღუპებით. და მართლაც გაკომუნისტა კინაღამ ამერიკა, გადახედეთ ამერიკაში ჩარლი ჩაპლინის რა მოვიდა, ჯონ რიდები, ჯონ კენედები. კენედები რამ შეიწირა ჯონ კენედი? ჯონ კენედის მთელი ოჯახი შეეწირა მარქსისტულ იდეებს, რომლებიც საბჭოთა კავშირით იყო მოხიბლული და დაავადებული, ხო? გადა ანჟელა დევისი, სამხრეთ ამერიკა, რა მოძრაობები იყო, დაგავიწყდათ, ყველაფერი მახსოვს მე და თუ ვისაც დაავიწყდა, გადახედოს ისტორიას უახლოეს არის. ახლა ახლანდელი გამოჩეკილი რომ მოვიდნენ, პატარ-პატარა ესე პოსტმოდერნისტი ახალგაზრდები, იმაზე არც არის ლაპარაკი, ხო? მაგრამ ჩვენ ვიცხოვრეთ მაგ სივრცეში და ვიცით რა არის და როგორ არის. გამიგე და პრობლემა სხვაგან არის. იდეოლოგია უკვე მოშორებული იქნა, იდეოლოგიური ომი გამარჯვებით დამთავრდა. დასავლეთის გამარჯვებით, იმიტომ რომ ყველა მხრიდან უტევდა დასავლეთი რადიოდან, რელიგია ჩართო, მისიონერებს რელიგიურის მიანიჭა. მოკლედ იეღოველებიც კი ეს სექტა პირდაპირ ეს სექტა გამიზნული იყო მხოლოდ იდეოლოგიას ებრძოლოს. იეღოველების დანიშნულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს იყო მიმართული საბჭოთა კავშირისაკენ. და გააკეთა კიდევაც დაიმა, თორე აქ ვის რას თუნდა იეღოველობა, საერთოდ იეღოველი ვინმე მიცის აქ დასავლეთში და ევროპაში? ეგეთი ცნება არ არსებობს. გინა ყოფილა და გინა არაფერი გავლენა ამას არ აქვს. ამას დაკარგული აქვს ისა და ვისაც რა უნდა დაუტოვეს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ესეთი თავისუფალი ისა რა გინდა იყავი იეღოველი, მაგრამ მას ქონა პოლიტიკური დატვირთვაც. ამერიკაში რო შეიქმნა ეს და შეესია იმას და ყველა სექტა და ყველა მხრიდან უტევდნენ და მოდი ვთქვათ რომ პირველ ეტაპზე ბრძოლა მოგებული არის წაართვეს მაქსივცეს მარქსისტული ლენინური იდეოლოგია. ეს მიღწევა, ეს სწორია. ეს გამარჯვება ამერიკამ მოიპოვა. ამით გადაირჩინა თავი დასავლეთი, ესე იგი დასავლეთში პირიქით სვლა მარქსიზმმა შეაჩერა, პირიქით სადაც იყო, იქაც ატყდა თელი ამბავი, არ გაო ესაო, იხულა აფრიკაში იმაში და დაიწყო აღრეულობა. ამან დააფიქრა დასავლეთი და იდეოლოგიის დამსხვრევამ სამაგეროდ რა გააკეთებინა, იცი? იდეოლოგიას დაუნებული ხალხი, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე იზოლაციაში იმყოფებოდა, იხულეს და დასავლეთს მიაშურეს. მოაწყდა ამერიკელებს, მოაწყდა ინგლისს და წალეკვით ემუქრებიან აი ეს იმ იდეოლოგიით დასხივებული ხალხი, რომელსაც მარქსიზმი ავრცელებდა. ტერიტორიები დაცარიელდა ბალტიისპირეთის, დაცარიელდა აფრიკის, ცარიელდება ყოფილი ჩინეთის, ყოფილი მოდის ხალხი. ხვდე მე დააკვირით, აი რა მოისხა ევროპამ? გაისვარა ევროპა. ათითხნილია და დათითხნილია. ეხლა ყველანაირად ცდილობენ როგორ მიაბრუნონ ეს ხალხი და როგორ მოიშორონ. ეხლა ამაზე მიდის მუშაობა, რომელიც არც ხდება, არც რადიოში, არც ტელევიზიით, როგორ დავიჯერო, ეკენი ამას ვერ ხედავენ, რა მოვიმკეთ ჩვენ. გვინდოდა რომ მარქსისტული ფილოსოფია, იდეოლოგია დაგვემსხვრია ჩვენ იქა, რათა ეშინოდათ ფიზიკურად რუსები არავის არ იპყრობენ. ხო იცით რომ რუსეთი მსოფლიო ისტორიაში ტერიტორიებს არაფართოებდა სამხედრო თვალსაზრისით. აი ესეთი ისვლა არ ქონდა, როგორც ქონდა ესპანეთს, საფრანგეთს, ბრიტანეთს, რომს ძველიმაში ასურეთს, ბაბილონს, საბერძნეთს, სპარსეთს, მაკედონიას. აი ესეთი რამე რუსებს არ ქონიათ. მაკედონელი დაიწყო, იცი რა, მსოფლიოს დაპყრობა და დაიწყო, სადაც მიდიოდა ყველა ქვეყნებს იპყრობდა. ასევე გიტლერს. ხო, ასეთი რამე რუსებს არ ქონიათ. უბრალოდ მეორე მსოფლიო ომის დროს
რომ დაამარცხა ჰიტლერი, მადა გაიხსნა და დაიწყო სვლა და აქ ევროპამ ლაც დაუდო ისენი და რაღაც აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი შეიტყაპუნა იდეოლოგიურად. იდეოლოგიურად ეგ ტერიტორია მისი იყო. ფიზიკურად რო არ იყო აქედან საზღვარი დაიდო საბჭოთა კავშირსა და მაგათ შორის. ჩვენ ვერ შევდიოდით ვერც უნგრეთში, ვერც მოძმე უნგრეთში, ვერც პოლონეთში, ვერც რუმინეთში, ვერც ბულგარეთში. ჩვენ ვიზების გარეშე ვერ შევდიოდით. ეგ ქვეყნები დაკეტილი იყო GDR-ის ჩვენთვის. და ამ დროს იყვნენ თვითონ ჩვენი ძმები და ერთი იდეოლოგია. ხედავთ? დასავლეთმა სწორედ ეგ მიდიოდა სვლა ასეთი და მართლაც ხალხი იწამლებოდა. ევროპის დასავლეთის ხალხი, იმიტომ რომ მან ყველაფერი უფასო იყო მაგ სისტემებში. ხალხი არაფერს არაკეთებდა, გრეალებდა და დაიწყეს მოწამლა. როგორ რანაირად? აბა ეკონომიკით მევაწვეთ. ამით არ გამოვა. იდეოლოგია მოაშორეს ეკონომიკის დახმარებით, რუსებიც წამოეგნენ ამაზე პირველ ეტაპზე, ან კიდე წამოეგნენ ან არა, მაგას კიდე ჭრილში განვიხილავთ. წავიდნენ ამ თამაშზე, განჭორიტეს. მოდი, ვინ მოიგებს? ჯერჯერობით, აი 100 ნოლიარი რუსების სასარგებლოდ. ვერაფერი ვერ გააკეთეს დასავლეთმა, ესე იგი, რა უნდათ დასავლეთს? დასავლეთის ჩანაფიქრა არის რუსეთის ტერიტორიაზე მოვიკიდო ფეხი და ინვესტიციებით და თელი რიგი რაღაცებით ამოვიღო ის განძი, რომელი განძიც რუსეთის ტერიტორიაზე არის. რუსეთის განძი რუკაზე არის პირველ ადგილზე. ეს არის ტერიტორია ნომერ პირველი ყველაფრით. არაცად ეხლა დედამიწაზე იმდენი რესურსები ბუნებრივი არის, რაც რუსეთის ტერიტორიაზე 17 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე. უზარმაზარი ტერიტორია არის. ვის აქვს მაგხელა ტერიტორია? ერთად აღებული კანადა ამერიკას არა აქვს მაგხელა ტერიტორია, ხო, ისე შედარების თვალსაზრისით, თორე ცოტა მეტი კი არის 9 და 19 რუთ, მაგრამ მან არ დაგავიწყდეთ 22 მილიონ კვადრატული კილომეტრია. ეს ეხლა ამ წუთში რაც ფორმალურად რუსეთმა შემოხაზა ვითომ, გამიგე ეს არის 17 მილიონი, მაგრამ 17 არ არის ეგ ტერიტორია, ვერაფრით ფეხი ვერ შედგეს. შევიდნენ? ვერავინ ვერ შევიდა, მათ ვერ გაბედა. და ისე ეხლა ექსპერიმენტი გრძელდება, მაინც ამერიკა იც არ კარგავს ისე, იქნებ რაღაცა, იქნებ შევბედოთ რა. თუ არა და მაშინ იცი რა არის, სულ ვაჭანჭყაროთ რუსები. ვაჭანჭყაროთ რუსი იმით, აგერ უკრაინა, აგერ საქართველო. ამასობაში უკრაინელებს ერხევა, ქართველებს ერხევა. და ეს ქართველი ხო უნდა მიღ. შემოგიგდეს თამაში. შეუნა გითქვა რუსთვის. არა რა. არა კაცო, შენთან უნდა ვიყო. შეხვალ შემოყვები. ამდენი ხანი ერთად ვიყავით და ეხლა რა თქმა უნდა ევროპა შედის შენ და შემოყვები ევროპაში. თუ რუსი შევიდოდა ევროპაში, შევყვებოდი და მაშინ მოუშორდებოდი რუსეთს. მაგრამ ევროპაში რუსი და ქართველი უკვე ყველა სუბიექტია. ხომ? არ არსებობს იქ ვინმე დამიმონოს ესე დამონებული მოსამსახურეთი არ შევა ევროპაში რუსეთი, მოსამსახური საქართველო კი არ არის. ასე რომ ქართველს არ გაწოდა პოლიტიკა, ლაპარაკი არის ინტელიგენტებს და არც გაწუდებოდა აი რატომ. 70 წელიწადი რომ დაგასხივეს ეს ხივები ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს რომ მოხდეს დეზაქტივაცია. იდეოლოგიური დეზაქტივაციაა საჭირო, რომელსაც ჭირდება დიდი დრო. ეხლა გაძლიერებული იმით არ ისწავლება არც მარქსიზმის სკოლებში, აღარც მეცნიერული კომუნიკაცია, აღარც მულტფილმები იღება, იმაზე საერთოდ მორღვეულია ყველაფერი. ესე იგი ეს თუ გაგრძელდა 10-20 წელი, რა თქმა უნდა დეზაქტივაციას 50 წლის მერე მიიღებს თაობა და აღარ იქნება ეგ. მაგრამ ამ მოკლე 50 წელი გადროვებენ? 50 წელი იქნება ამერიკა შენი დამფინანსებელი? ცოტა ხანს უყურებს და მე მგონი თუ ობამა დარჩა, მან გარანტირებული არის არეულობა. ობამა არ არის ის კაცი ახლა გაფინანსო იქა და რაღაცა პრობლემები აქა. ობამა მიუშვა ყველა და ყველაფერი. მიუშვა რა. ეს უკვე ამას ახალი ჩიტები ყავს ამ ამერიკის პრეზიდენტს. ეს ამას აღარ აქვს ამბიცია ლიდერობისა. ამას აქვს რომანტიული ჰუმანიზმი. ყველა ადამიანი კარგად უნდა იყოს, მუსულმანიც, ესეც, ის. ამან დაიღალა ლიდერობისაგან ამერიკა. მართლაც ლიდერობა პასუხისგებლობა, რომ შენ უნდა უზრუნველყო სუყველა, შენ ახარ ლიდერი, ასწავლო, გაიცვეს ხარჯები. დაიღალა ამერიკაც გამოხრა. მიუშვა. გამოყავთ უკვე ავღანეთიდან ჯარები იქიდან. მიხედეთ თქვენ თავს, თქვენი სუყველაფერიც. უბრალოდ თუ ვინმე ისეთ საშიშროებას წარმოადგენს, ის მიწისაგან პირისაგანავლაგმოთ. და ნახეთ რა ხდება აზიის, ახლო აზიაში ქვეყნებში, ესე იგი. მოდიან მუსულმანები. მუსულმანები რას ნიშნავს? ძველი ტრადიცია, რომელიც დაბნელება, ყუმეთი და ანტიდასავლური განწყობის ხალხი მოდის. ანტიცივილიზაციის, ანტიკულტურის, სამტრულად განწყობილი რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც შეიძლება რომ მისცეთ მათ ძალა, თლიანად ესე იგი დაბომბავენ დასავლეთს. მათ არ აქვს არაფერი, ღმერთმა ამ ხალხს ეს არ მიცა. და სამწუხაროდ ამერიკამ იჩქარა და პაკისტანი შეაიარაღა, ინდოეთი შეაიარაღა იქ, მაგრამ ინდოეთს დღეს აკონტროლებს ბრიტანეთი და შტატები და აგერ კანადა და ისინი მიდიან. ეს არ არის ის ხალხი, ვინც რევოლუციურად მოწოდებული იყოს და დაპყრობა აინტერესებდეს ქვეყნებისა ისტორია ინდოეთის, რომ გავიგოთ, უნდა გავიგოთ მათი რელიგიური დამიჯნულება და აქ რელიგია დიდი ალიკაპი არის ინდოეთისა, თორე გადალეკავდა ეგ ხალხს. და აქეთ ახალი ერები მოდიან, ბრაზილია, ზარდი,
ჩინეთი ყველაზე საშიში, ყველაფრით, ყველანაირად იდეოლოგიით კომუნისტური, მარქსისტული, ათეისტური, რომელსაც შენარჩუნებული აქვს კომუნისტური წყობა ისევ ეს არის ჩინეთი. ეს არის უკვე საშინელი და ამერიკა რატოღაც ამ კომუნისტურ ჩინეთს პირდაპირ აი ღიმილით ელაპარაკება. ეგ რატო არ აშინებს? გასაოცარია პირდაპირ. რაღა იმიტომ რომ ჩინეთში არაფერი არ არის. ჩინეთი არის გაღატაკებული ქვეყანა. აბა ჩაიხედეთ გეოგრაფიაში, რა მოდის ჩინეთში. არც გაზი აქვს, არც ნავთობი, არაფერი ჩინეთს არ აქვს. ეს ხრიოკი ადგილი. და ნახე, არაშინებს მილიარდ 200 მილიონიანი ადამიანია, ეგ არ აინტერესებს. და რაღა რუსეთს წაიღეთვინი ამ რუსებით, ხო ყველას რუსეთი უნდა და დაწყებული ნაპოლეონს დაწყებული, სულ ყველა გიტლერს უნდა ეგ ტერიტორიები. რატომ? მე მგონი ძალიან ადვილია ერთადერთი გამოსაკვები დღეს. რა გვაქვს ჩვენ? დედა მიწა. მიწა არის ის, რასაც ყველაფერს მალავს. ყველა განზეულობა მიწაში არის. ეს იქნება ალმასი, ბრილიანტი, ალუმინი, რკინა, საჭმელი, ხე, ტყე. ეგ არ არის ხალხო, აბა რა თვარეზე გავიდეთ? თვარეზე რო იყოს რამე გაიქცეოდნენ იქ. რუსეთი არის ეხლა რომ ღობე დაარტყა და ავი ძაღლივით ვერც თვითონ აკეთებს ვერაფერს. არც არაფერი არ გამოაქვს ამ რესურსებიდან, ჩამორჩენილია ქვეყანა შეიძლება ძალიან ძლიერი მიწის პატრონი იყო და მშიერი კვდებოდე? მოდი რა მე შემოვალ, მე ამის დედავატერე, მე დავამუშავებ, მე გაჭმევ და მე ეგ არ უნდა რუსებს, რა თუნდა მეორე კაცი იყოს. და ელოდება რაღაცას დროს რომ იქნებ თავის ხალხმა ისწავლოს რაღაცა და თუ გავა დრო და მარქსისტული ცნობიერება რუსულ იმაში სივრცეში დათემობს ადგილს. მანდაც მოვლენ ინტელიგენტები რა, ჩვენ ხალხი არ არის ეპოქებში თუ რა, მაგრამ მანგათაც ის სენიჭირს რაც ქართველებს პატარა მასშტაბით. რელიგია. ეს რელიგიაა რომ არ ამუშავებს ადამიანს, მიწასთან სხვა დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებლობას. პლანეტაზე სხვა შეხედულება აქვს სამყაროზე. ეს რელიგია არის ზარმაცთა რელიგია და პროტესტ და რეფორმაცია. ეს არის აქტიური ქრისტიანული აი მუშაკის მსოფლმხედველობა, რომელიც უფრო ახლოს მივიდა სახარება ბიბლიასთან. აი ამით თუ რუსები შევლენ და ამის ნაბიჯებს მე ვხედავ, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ვხედავ, კერძოდ წიგნები შეიყარა, პატარა დოზით, მაგრამ შედის და ეს ახალგაზრდობა ასე თუ ისე ცოტა ითესება 50 წლის მერე და 100 წლის მერე. ხოლო მარქსისტულად აღარავინ აღარ იაზრონებს მანდა და ნაციონალისტურად. მართლმადიდებლობაც შეიზღუდება და შეიცვლება სხვა იმით. რეფორმაცია რელიგიური თუ მოხდა რუსეთში, დამიჯერეთ სოფლიოში ნომერ პირველი იქნება ეკონომიკით ეგ ქვეყანა. ეგეთი მდიდარი მეორე არ იქნება. გატყავებული ქვეყნები წამოწია ქრისტემ, გატყავებული. არაფერი რო არა, ქრისტე სადაც შევიდა, ის აქცია და მან დაკაცო, მან ქრისტეს შეუშვას რუსებმა. ეგ ნახე მერე სოფლიო დაიწყებს რიგში ჩაწერას მოქალაქეობა რუსეთისკენ. თელი ეს კანადის ტერიტორია მანდ ჩაეწერება რიგში, ადგილი არ არის თუ რა, ხო? 17 მილიონი, 18 მილიონი კვადრატული კილომეტრზე. ეხლა ვის უნდა მოქალაქეობა რუსეთისა? სადაც დგას რიგები? ვის მეს უნდა მანდა? აი ეს არის შემოკარგებო დასანახი და არა ის ეხლა მეგობარი ყოფილა რუსი და იცი რა არის ამერიკელი მეგობარი. მეგობრობა შენ გიჟი ხომ არა ხარ? ცოტა ტვინი გაანძრიე რა. რა ვინა ხარ ჯერ ერთი შენ და როდის იყო შენი მეგობარი ერთილიანი ქვეყანა იყო საქართველო და ღმერთმა გადმოხედა ამ ერს ხო ახსენით ბერჯელ ეგა და ვითარცა ტილიანი ქვეყანა და მიდი რა ტილი ეგ დააჯექი რუს იმაზე და რაღაცა მოწოვე და შეჭამე და მართლაც ჩვენ გადმოგვიგდებდნენ და კაიჭამა სმა იყო და ყველაფერი მასეთ ეპოქაში აღორძინდა სიბნელე საქართველოს სიბნელე აღდგა ესე იგი ქვეყანა სუბიექტად არის ნომინალურია თუ რაღაცა არის რესპუბლიკა როგორც ასეთი არსებობს და ამერიკელებასაც უნდა ცოდნოთ რომ საბჭოთა კავშირში გაერთიანებული რესპუბლიკელები ყველა იყო რესპუბლიკა დამოუკიდებელი დროშით სიმღერით მთავრობით ნაციონალური და ნაციონალური ენით არა ამათ ეს არ აწყობდათ გული ზიდვა ქონდათ რომ საბჭოთა კავშირი ძლიერდება შტატები ესეთი არ არის გადახედეთ შტატები შეერთებული შტატები იგივე არის საბჭოთა კავშირი შეერთებული შტატები ყველა შტატს თავისი ის აქვს თავისი ამბიციები აქვს და დირექტივები მოდის ვაშინგტონიდან რაღაცა არის ხომ მსგავსება უბრალოდ სოფხედულობა აქ არ არის მარქსიზმი მანდ იყო მარქსიზმი რა გიჭირს ახლა შენ უბრალოდ მარქსიზმი გიწუხებს გულს იმიტომ რომ შენ კაპიტალისტური ქვეყანა აშენე და მარქსისტული გაგებით რომ ღარიბებს წავართვათ გავათანაბროთ ყველა მატერიალისტური სოფხედულობა ეს ანგრევს ყველაფერს აქედან ნახეთ შეუტიეს თუ ის ქვეყანა მარქსისტული არის წყობას ხო მარქსისტული უნდა იყოს არა და ვერ გათვალეს ის რაზედაც ვილაპარაკე კერძოდ იდეოლოგია კი დაანგრევინე მაგრამ იდეოლოგიის ქვეშ ვინც იყო ხალხი დაიწყო საშინელი მიგრაცია აგე ბრიტანეთი რა დღეშია ამან ბრიტანელების შეჭირება გამოიწვია აქეთ კანადამ მოისხა ყველა ტილიანილი ქვეყანა თუ ვინმე სადმე არსებობს ამ ქვეყნებს შემოესია
და ადრე ამერიკა აყვავებული სწორედ იყო ყველაზე ჭკვიანი ხალხი მორბოდა ევროპიდან. არავინ არ მორბოდა იქ მენიჩბეები, ყველა ინტელექტუალური თელი ეს მარაგი ინტელექტუალური ამერიკამ სწორედ მოისხა იმის ნიადაგზე, რომ ევროპაში მძვინვარებდა სულელური რაღაცა მონარქია, მეფეები, ეს ამოვიდა და მოაზროვე თავისუფალი მოაზროვნე გამორბოდნენ მან მაგ ქვეყნებიდან. ასე მოაგროვა ამერიკამ ძალიან კარგი ისინი და შეიქმნა ქვეყანა, გამიგეთ 200 წლის არც მონარქია იყო აქა და არაფერი. და ეს იყო უკვე სამაგალითო მე-20 საუკუნეში ყველა მსოფლიოს ქვეყნებისათვის. აი ეს იკარგება დღეს ამერიკაში. სამაგალითოდ ამერიკა იმიტომ არა ამ კრიზისი ამასაც დაუდგა, იმიტომ რომ ენტროპია ყველაფერზე ვრცელდება. და რატო არ გავრცელდებოდა წყობაზე? რამდენ ხანს იქნება დემოკრატია ამერიკაში? ეს გადავა და ისევ გადავა უკვე დიქტატურაში. გარდამავალი პერიოდი ყოველთვის ხასიათდება არეულობით. გარანტირებული ამერიკაში შტატებს შორის გადაკიდება და კონფლიქტი. ესენიც დაიშლებიან მარტივ მამრავლებად. მარტო საბჭოთა კავშირი არ დაშლილა, მაგრამ რუსებმა მაინც შეინარჩუნეს ძლიერი გავლენა. იმიტომ რომ იქ ერთიანი ის არის ყველა, იცი რუსი ერთი ნაციონალური. აქ კიდე ძაღლი პატრონს ვერ იცნობს, სხვადასხვა კულტურები, სხვადასხვა რაღაცა უბნები. ესენი დაიყოფიან და ამხელა ტერიტორია წარმოიქმნა ესე პატარ-პატარა პუჭურა ჯუჯა სახელმწიფოები. ესეთი რამეც არის სანამ ანტიქრისტე მოვა. სანამ ანტიქრისტე მოვა შეიძლება და იწყება კიდევაც. უკვე ენაც ამასობაში უკვე სხვა იმით გადავა შემოესია ესპანეთი. უტევს ესპანეთი ამას ხომ? ფაქტიურად სამხრეთ ამერიკა იგეთ შტატების სამხრეთი მხარე ესპანურია, იქ ინგლისური არავის არ ჭირდება. და ეს ახლა როცა ასე ლაპარაკობს ადამიანი, ხო და ამერიკელები თქვათ, ჩემი მეგობარია, არ არის ჩემი მეგობარი. ამერიკას უნდოდა ეგა, მაგრამ ამერიკამ დათმო პოზიციები, ამერიკას მეგობრობა ფეხებზე კიდია უკვე ყველასი. ეს არის ეკონომიკაზე გათვლილი ქვეყანა, პოზიციები დათმო და დათმო რა რის ხარჯზე დააკვირდეთ, ჯერ რა პრეზიდენტებია ბოლო ორი პრეზიდენტი. ბოლო ორი პრეზიდენტი, მოკლედ იცი რა არის? აი, როგორ გითხრა, ეს სულ ზღაფავს, ესე იგი, ლიბერალიზმი. მაღალ დონეზე ლიბერალიზმი, ესე იგი, ქრისტიანობა, ლიბერალურმა თეოლოგიამ ამერიკას წელში გადატეხა. მთელი უბედურება სწორედ ამერიკის არის ლიბერალური ევროპის თეოლოგები ყველა აქ მოიყარა თავი და აქ გაახარეს თავისი გასახარებელი. აქ იყო მისი სამშობლო. ამერიკის სამშობლო, ამერიკა არის სამშობლო ევროპული ლიბერალური თეოლოგიისა და ძირითადი ბირთვი ლიბერალური თეოლოგია სულ გერმანიიდან არის. და ნახეთ, იქ გერმანიაში მათ ისე არ დაედგმებოდათ, ხო, ჯერ ფაშისტური გერმანია იყო, გადმოიხვეწნენ, აიტაცეს ამერიკელები ყველაფერს ინტელექტს პატივსცემენ გონებას და მთელი რიგი რაღაცები თანდათან ამერიკულ აი ესე ძალიან ძლიერ ქრისტიანულ, ევანგელისტურ, ბაპტისტურ ცნობიერებაში, რომელიც ქრისტესთან იყო დაახლოებული და აი ამერიკელი საერთოდ დაივიწყეს ესეთი პიროვნებები, როგორც იყო თომას ვატსონი, უესლი, ეს მეთოდისტები, პურიტანები, ამებმა ააშენეს ამერიკა, შეიცვალა რითი? აი ლიბერალური თეოლოგიით, ლიბერალური ბიბლიით, ახალ-ახალი თარგმანებით და გადაკეთება დაიწყო თარგმანებში, რომელიც დადებული იყო კინგ ჯეიმსის თარგმანში და უკვე თელი ეს დაარღვე ვერც სიტყვას და ერთი შეცდომა და მე შენობაც აყირავებული გამოდის. ასე რომ შტატების პრობლემა სწორედ ის არის, რომ მან პირველ სიყვარულს ვარი უთქვა. ვარი უთხრა პირველ სიყვარულს. თავიდან საყვარელი იყო ამერიკელები, როგორი ქრისტიანული ფილმებია, იცით გადაღებული 70-იანი წლები. სად იღებენ ახლა? დღეს ამერიკული კინოთეატრები დაპყრობილი აქვს ფანტასტიკურ, ჯადოქრულ რაღაცა საშინელებათა სერიალებს. თლიან ეს სერიალები მიდის საშინელებათა ფილმებში. ბეთმენი იყო რო უყურებდა ის ხალხი, რო შევარდა და დახოცა ის ხალხი. აბა იქ რამე ქრისტიანული ფილმი რო ყოფილიყო, იქ შევიდო და კი გვეცოდება ჩვენ, მაგრამ კანონზომიერია კაცო, ჯერ რას უყურებს ხალხი იქა? ბეთმენი რა ფილმი არის, რა გადასახებია? ორი კვირის განმავლობაში რეკორდი მოხდა 160 მილიონი ფული გააკეთა მან. ეს მიანიშნებს ამერიკელი ცნობიერების დეგრადაციაზე. ინფანტილური ცნობიერება უკვე იმდენად თვალსაჩინო ამერიკაში, თო ინტელიგენტების დეფიციტი არის. და სასწავლებლები გაისვა აზიიდან დენადი ახალგაზრდებით. ჩინეთმა დაიპყრო ამერიკის უნივერსიტეტები, აზიას აქვს დაპყრობილი. სად არის ამერიკელი? ხდება ამერიკელი, ხდება კანადელი. და იგივე მდგომარეობაშია დღეს ამერიკელი, როგორც იყო თავის დროზე უკანასკნელი მოხიკანები, წითელკანიანები მათ. ეს პროცესი აუცილებელია. შენ დაყრი ფარხმალს, სხვა შემოვა. სხვა აიღებს შენ ქვეყანას. სხვა რელიგია შეგიტევს. რა გააკეთა? ბიზანტია რამ დაამხო? ბიზანტია დაამხო სწორედ ნომინალურმა ქრისტიანობამ. შეიძლება 1000 წელი ნომინალური ქრისტიანი იყო და ვინ დაიყო? კერპთაყვანისმცემელი მოდიან და 500 წელი არის თურქები არიან მაგ ადგილზე. და ისეთი ილუზია აქვს, თვითქოს იცი რა არის, ეს მიწა თავიანთი იყო თელი საუკუნეები. არის ვინმე ქვეყანა, რომელიც დღიდან იმისა დასახდა და არის ესეთი ვინმე. დიადი გადასახლებები განფატვა ხალხისა დაიწყო, ბიბლიაში გვხვდება, როდესაც წარღვნა დამთავრდა და კიდობანი შეჩერდა,
800 გადამოვიდა თუ არა, აი დღევანდელი პალესტინა, არარატის, აი ეს მიდამოებია მან, მცირე აზია მან, ევრაზიის წინა ისენი არიან, ესენი საფეხურები მან. დღევანდელი აი ეს რომ უხასოთ თურქეთი, პალესტინა და ხმელთაშუა ზღვის ხაუზი. აი აქედან დაიწყო განსახლებები ადამიანებისა. მოედნენ სხვადასხვა მხარეს და ზოგიერთები გადავიდნენ თუ არა დღიდან, იქიდან არიან და არიან. სულ მუდამ იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანაშიც არის. ასეთია შეიძლება ჩინეთი, ასეთია ინდოეთი. აღარ მოშორებიან იმ ადგილს, ხო და დანარჩენები დამისახელეთ ვინმე რომ არ მოძრაობდეს. ბიზანტია აღარ არსებობს, ანტიკური რომი აღარ არსებობს, ანტიკური საბერძნეთი აღარ არის ეგ ხალხი, აღარ არის ბაბილონი, აღარ არის მედოს სპარსეთის ისა იმპერიები, შუმერები, აკადები, აი მთელი რიგი ცივილიზაციები აღარ არის. სხვა ხალხი არის ახლა ტერიტორიებზე ჩვენ რომ ვიხილავთ. აი რუსეთის მეგობრობა და თურმე რუსეთი და გაგებაში არა ხარ რა თამაში მიდის და საიდან გვიტებს ისა და რუსეთი და მეგობრობა კი არა, აიღე და რაღაცა ტვინი გაგინათდეს და მიხვდები რა რაშია საქმე რა. ვინ გაგიშვებს ის რომ რას წარმოადგენთ, არამაც ქვეყანა, არაფერი ჩვენ არა გვაქვს. გახრიკინებული მიწა, თეები, ქვაღორღებით, თელი რაჭა-ლეჩხუმი ქვაღორღი არის, არაფერი ქარ მოდის, უჭირს კაცს, მოფხოჭინი და ძლივს ორი სიმინდი თუ ამოვიდა და აი ძლივს რაღაც წლიდან წლამდე თუ გეყო ეგეც მჭადი რა. შიერი და გაღატაკებული იყო მე-19 საუკუნის საქართველოს აღწერილი აქვს დავით კლდიაშვილს. რა ვიცი ეს რეალისტი მწერლები იყვნენ, ტყვილა აღწერეს ეგა რა დღეში ვიყავით და მაშინ მეფის რუსეთს ვაბრალებდით. მე კომუნისტებს ვაბრალებდით. ეგრეც ხომ არ არის ყველას აბრალო რა. რაღაცა შენი ბრალი არის, შენი სწორი არასწორი ხედვა არის ღმერთის მიმართ და თუ ეს არ გაასწორა ადამიანმა არაფერი არ გამოვა. მასიურად უნდა წავიდეს. ამერიკა არაფერში არ გამოიყენა ქართველმა. აი რაში გამოიყენა? არის მეგობარი, მაგრამ შენ გინდა მეგობრობა მაგერის? და რაც მივიწყებული იყო ამერიკაში და რაც გადაგდებული, მოდი შემოიტანე რა. შემოყარე რა ხალხი იქ არის, ხალხი მისიონერები, რომლებიც მიაშურეს სხვადასხვა ქვეყნებს და მოусმინე რა იმ ხალხს და იქნებ გეშველოს რამე. ღმერთი აკეთებს ყველაფერს, თორე ამერიკელმა რა უნდა გაგიგეთოს. მან ჩაკეტილი იყო მისიონერებისათვის ეგ ადგილი. კაცი შვილი მანდ არ შემოსულა. მაშინ როდესაც რუსეთის ტელევიზიაზე 2 წელი სულთა მე რო ვიყავი 1 წლის განმავლობაში მე ჩარლზ სტენლის პირდაპირ ჩართვები მიდიოდა თავისი ეკლესიიდან. ჯორა რუსი თუ აკეთებს ამას, შენ რატო არ აკეთებ? რა ჯანდა ბაგჭირს ეს რა არის? რა არის ახლა აგიკრძალავს რუსები კაცო? არა, ქართველი კრძალავს მაგას. მართლმადიდებლობა კრძალავს. მეტოქი არ უნდა რელიგიურ ბაზარზე არ უნდა შევიწროებული იქნას. გამიგე? არ უნდა მოიჭერას ინსტიტუტი რომელზეც ის გააფუყუყდა, წამოსკუბდნენ მანქანებზე. გაიხსნა ბრევლი მე შეიყარა იქა და რო გაღატაკდება ექსპერიმენტი და ქვებსაც დაგაყრის და თავზე. სწორედ აბა რა უნდა გააკეთოს ქართველმა მღვდელმა? კარგ ჭამს, კარგ ხომს და მიდი მოდის ფული. აბა რა ახლა ღმერთი რა შეაინტერესებს და საერთოდ რა საჭიროა მღვდლობა და აი ეს რა საჭიროა ბერობა? რა დროს იქ არის დაიჭირე ცივილიზებულად ამერიკელი ბერები არიან თუ ამერიკელებს აყავთ მღვდლები? დაიჭირე ბიბლია კაცო ღმერთი იწამე დამთავრდა რა ისწავლე და იმუშავე რა. ეს არ უნდა ამერიკისგან ეს ისწავლეს? არა, ამერიკა ემუქრება ჩვენ მართლმადიდებლობას, აი მართლმადიდებლობა წადი ისე მართლმადიდებლად რუსებთან. ვნახოთ კაპიტალისტური რუსები რას გაიკეთებს. რა ილუზია აქვს კიდე რომ რუსეთთან თუ მივლენ ახლა, სულ კამფეტებს დაურგებს. რუსები რას მოგცემს რუსი რო? იქნებ ისე ჩაკოხილი როგორც ჩეჩნები ყავს იქა და თელი ისე თელი რუსეთი შიმშილობს ურალსიქით. ტალახში კოტრიალობს ხალხი და ამ ქართველებს აჭმევს რა მეს? ჯერ რუსებს ვერ ხედავენ. ჩაფხავებულია რუსეთის უდიდესი ნაწილები. გადახედ, ძლიერი დაწოლა არის დიდ ქალაქებზე, მოსკოვზე, სანქტ-პეტერბურგზე, რუსეთიდან სოფლები მიატოვეს. იგივე ვარიანტებია იქა, იმიტომ რომ მოერყა ის სისტემა, კოლექტივიზმი, მარქსიზმი, ლენინიზმი, ეს რელიგია რუსებსაც დატოვებული აქვს. და ზოგიერთები უკვე ხვდებიან ამას და წიგნების თარგმნით რაღაცით ახალ თაობას ელოდებიან. მოკლედ საჭირო არის რელიგიური რეფორმაცია, ღმერთთან სხვა დამოკიდებულება. ხო, მართლმადიდებლობაც აღიარებს ღმერთს, მუსულმანობაც და მთელი რიგი ისენი პროტესტანტიზმის და იუდაიზმიც, მაგრამ სწორი ურთიერთობა ვისაც აქვს, ის არის კარგად. სწორი ურთიერთობა არ აქვს დღეს არც იუდაიზმს ღმერთთან, არც მართლმადიდებლობას, არც კათოლიციზმს. არ აქვს სწორი ურთიერთობა ქონდა რეფორმაციის დროს რეფორმატორულ ევროპას, ამერიკას და დაიწყო ამის დაცემა. იმიტომ რომ შემოუტია ახალმა რელიგიამ, ახალმა რაღაცა უყვარს ეს სიახლეები ამ სატანას და შემოტენის ეგ მე კინოხელოვნებას გადახედეთ. ეს კინოხელოვნება არაც ახლა ამერიკის კინოთეატრ წელს ფილმი არ გადაღებულა რა ნორმალური. ვერც ინგლისურს ისწავლენ ფილმებიდან რა არ გინებები, რაღაც კრიმინალზე. ძალიან ისეთი ფილმებია, ნუ რა მანდ რა ვიცი ახლა ეს არის ერთგვარი აგიტაცია, პროპაგანდა აღმოსავლური მისტიკური რელიგიებისა, ჯადოქრობისა, მკითხაობისა, შამანიზმისა. ამერიკა გავიდა ნოსტალგიებში და ეხლა გაფერად და წითელკანიანები, რა კარგი ისენი იყვნენ, გამიგე მკითხავები. ამის შეიძლება ფილმზე ჰოლივუდი რას აკეთებს კაცო? აი ეს მთლიანად ესე იგი აღე როგორ შეეტყვა ამერიკასაც. დაიწყო ამერიკის თანდათანობით დეგრადაცია.
როგორც კი სწორი ურთიერთობა ღმერთთან დაიკარგება, იწყება მორალური გახსნა, პოლიტიკური ანარქია, ეკონომიკური გაჭირვება. ამას გვასწავლის ჩვენ ბიბლიის მეფეთა წიგნები. პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მანამდე მსაჯულები ის უნავინით რო იწყება. აი წავიკითხოთ ეს 4-6 წიგნი და გავაანალიზოთ, ხომ? და ის ეხლა ამან კი მიხვდა წერეთელმა რაღაცეებს, რომ რაღაცა ნიტუ არის რა, ეკლესია რო სწორად არ არის, იმიტომ არის რიცხვა, მაგრამ ას გაბედულ ნაბიჯებს ეს ვერ გადაგო. რა ვქნა მე, რა უთხრაო მე, თვითონ იცის ეგაო. არაფერი არ იცის იმან. როგორ ხო გაჩერა, კაკების აგენტი არის ძმაო. მაშინ უნდა იყო პოლკოვნიკი არის, წითელი ბერი იყო. თუ რატო არის ეს სათავეში და თუ წითელი ბერი არის ეგა, ისევ იმ წითელ სამსახურში არა ზის? შემოგზავნილია ხო? ჩვენს გასაუბედურებლად რომ ქართველი ერი არ გავიდეს გარეთ. და აი სწორედ ეს 20 წელი როცა რუსებმა მიატოვა საქართველო იდეოლოგიური თვალსაზრისით, დიქტატის თვალსაზრისით, ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩაუსვა ისეთი მუხრუჭი, მართლმადიდებლობა არის მუხრუჭი დაადო მაგ ერს და ეს არის რომ ვერსად ვერ მიდის. სააკაშვილი კიდე გას ფეხს აჭერს. კიდე ვითომ მე ვერსად ვერ წახვალ, აქ იქნები, ტყავს გაგაძრობ, ჩემთან მოხვალ. და აი ამ მუხრუჭმა ხედა ფსონი დაიდოს აგინ და ეხლა ანტი დასავლური ისტერია შეიცვალოს რუსეთის მამობრივი სიყვარულით და დაიწყო ტელევიზია მუშაობა. სირცხვილი ქართველერს რა. და სააკაშვილიც რა დაასწრებს ისევ და ისევ რუსეთისაკენ წაუძღვება ამ ქართველერს. ამას ხო ეგ უნდა პრეზიდენტად იყოს და იყოს. ამას აქვს ვლასტის სიყვარული, ძალაუფლების და ეხლა ეს დათმოს და რუსეთთან ეხლა მოვიდეს ბიძინა და ეს წავიდეს, ეს არის სისულელე. ან სააკაშვილი იმას რა თუნდა შიოლაშვილს სხვა კაცი. მშვენივრად არის შეხმატკბელებული ამ ხალხთან და მე წავა კრეჭვა. იმიტომ რომ ძლიერი ძალაუფლებას რო ჩაიგდებენ რუსების მეშვეობით, რუსები მისცემენ ყველაფრის უფლებას საქართველოს ტერიტორიაში, რაც გინდათ გააკეთეთ. ეხლა ყველაფრის უფლება მაინც სააკაშვილს არ აქვს. ასე თუ ისე მაინც აი ეუთოთე აშინებენ პრესით, მაინც ასე თუ ისე იგი თავიდან ბოლომდე გახსნილი არ არის. ისეთი ბოღმები აქვს სააკაშვილს, თუ ეგ რუსებმა გამეფა 100%-ით ვიძახი რომ ქართველერის გატყავება დაიწყება იმ დღიდან. თქვენ მერე ნახეთ შურისძიება. რას გააკეთებს სააკაშვილი ამ ერთ რომელიც დღედა მერე ვნახოთ წამოსკუპდეს შალვა რამიშვილი და მერე იძახოს რა ვირიშვილებო მაგაცზე. აი მერე ვნახოთ რას გააკეთებს. ნეტა მართლა ეგრე იყოს. ხო, აი მერე ვნახოთ რა აბა ბიჭი, ახლა და მერე ნახოთ ის რომ მერე არ გაგიკვირდეს ისეს რომ სააკაშვილმა წვერი მოუშვას. თავისუფლად შეიძლება ეგა ხო იცი? ამერიკაში გეუბნები თუ შენარჩუნდა ეს ობამა, თუ შენარჩუნდა ეშმაკი რაკიღა არის, შეიძლება ესეც დაუშვათ. სატანა არის და თუ დაუშვებს რატომაც არ იქნება ეგა. ამერიკას რაღაც არ ეტყობა ქრისტიანული გამოცოცხლება, რაც აქავართ ამ კონტინენტზე თვალყარს არ ვადევნებთ. აქა იქ კერები არის და კიდე კაირო კიდე არ ინგრევა ქვეყანა, კერები მაინც არის. მაგრამ ეს ობამა თუ დარჩა, დაამთავრებულია საქართველოს ამა, გადაბარებულია რუსეთისკენ ესე იგი. ეს იცის სააკაშვილმა და პირდაპირ უკვე იწყებს აი პიროდის იყო შიოლაშვილთან დადიოდა ეგა რა. თავიდანვე ანტაგონიზმში იყო და რა დღეში იყო. ეხლა რაღაცა გაახშირა ბერებთან ჯდომა. ბერები და თელიანბავი და ნაციონალური და ქართველები და დარბის გიჟი კაცივით ხალხთან გადაკოსნის, გადამოკოსნის რა პრეზიდენტი და ასეთი იმებით აღარ დაკავებული. საბჭოური მეთოდები რო აქვს ურთიერთობა. ეგ არის საბჭოური მეთოდები. ხალხში გასვლა ლენინი აკეთებდა ამას და შევარდნაძე და სულ ყველა. ამერიკაში ხალხში პრეზიდენტები არ დადის. რა საჭირო ხალხ რა საქმე მაქვს ხალხთან რატო უნდა იაროს ხო? საქმე კეთდება ისედაც ხო? ასე რომ აი ოქტომბრის არჩევნები ძალიან საინტერესო იქნება რა. ძალიან 100%-ით ესე იგი 100%-ით გაიმარჯვებს მაინც ნაციონალები და აი აქ ვნახოთ ობამა რას გააკეთებს. თუ მათ ფეხზე დადგა ხალხი და ფეხზე დადგება იმიტომ რომ სიძულვილი არის სააკაშვილის მიმართ, მაშინ სააკაშვილმა რაღაცა უნდა გააკეთოს, თორე მოასწროს გაკრეჭვა და ამიტომავ თქვი, რატომ იქნება პირველ კვირას არჩევნები. იმიტომ რომ მოასწროს გაკრეჭვა და დაალაგება სანამ იქ არჩევნები ნოემბერში იქამდე უნდა დაალაგოს ეგა გამიგე, თორე ბოლოში მე ძალიან ადრევე იქნება და ეგრე უკვე კრეჭვა რო წავადის, გადაედება ეს ტალღები და მაგას ეტყვიან ეგეთი რამე არ გააკეთო. ამიტომ არის სწორი არის ეგ თვის პირველი კვირა არის საორიენტაციოდ. მოილაპარაკებოდნენ, მოეთათბირებოდნენ ამერიკელ რჩევლებს, იქ ნოემბერია. ეს თვითონ არ გადაწყვეტავდა ამას. ყავს მას რჩევლები და ექსპერიმენტატორებიც არიან. ხო? ეს რუსების შეთავაზებული არ იქნება ეგ რიცხვები. იმიტომ რომ ეგ კონსულტაციებს რუსებისგან ისე აღარ იღებს უკვე. ყავს აგენტები რუსეთიდან. ყველაზე დიდი აგენტი გვერდით არის და ლოცავს, ეს არის შიოლაშვილი. ამას ეს ვერ ხედავს. მაგრამ მე მგონი სააკაშვილმაც იცის ეს და მე მგონი თამაში ეგეც ჩაბმულია უკვე შეგნებულად. აგას უკვე რუსებისკენ უკვე ისე იცის რომ ტყავი არ გამძვრეს და ეხლა რუსებს უღალატო და გაიქცე, სადაც არ უნდა წახვი და იქ გიპოვნიან და გაგაწიოკებენ. ეს ფიცი დადებული აქვს მაგას, იმიტომ რომ შეყო მან დავშობიდან და ეგ გაიარა. ეგ არის კაკების უშიშროების ოფიცერი. განათლებით საბჭოთა განათლება ინტერნაციონალისტი
და მოტყუებით ეხლა თამაშობს აქ ქართულ ვარიანტებს მე თამაშება აქ. გაუშვავინმე, რათა ამერიკელი შეცდომაში შევიყვანოთ. რატომ? იმიტომ რომ ამერიკიდან მივიზიდოთ რაღაცები და აგერ 10 წელიწადია საქართველოს ასე თუ ისე ფინანსურად ისევ დასავლეთი ეხმარება, არანაირად რუსები. თუმცა გამდიდრებული ორი რუსეთიდან კაცი მაინც ასე თუ ისე წელში შეუარდა ქართულ სიღატაკეს, ხო და ეხმარება აგერ ივანიშვილი და ეს რუსების დამსახურებაა მაინც. ირიბი გზით. გაგამდიდრებ წადი დააფინანსეს, რომელი ადამიანი თავისი ნებით გასცემს ამდენ ფულს, იმიტომ რომ შენი ნაშოვნი ეგარ არის. რუსმა მე რომ მოგცეთ ფული, გამიგე წადი ეხლა და აი ეს იმას მიეცი და დაეხმარე. შენ ჩახარ, მე არა. მოატყუონისა რა. სამყარო ცოტა სხვანაირად მის და ჩვენ სწორედ იმ სიღრმეებში ჩავიხედოთ და წავიკითხოთ. პარადოქსალური წაკითხვა არის სამყაროს ის, კაი და არა ის რაც თვალში ჩანს. რაც თვალში ჩანს, იმას ტაქსი შოფერიც კარგად გაანალიზებს. რაც არა ჩანს, ის დაინახე. აისბერგის მეთოდი იცით რაში მდგომარეობს? ორი იმდენი მიწაშია და თუ ეგ არ იცის, კაპიტანმა, გემის კაპიტანმა დააჯახებს, იმიტომ რომ ტიპტივებს პატარა ეს რას მიზამს, არაფერს გავკრავ. იმიტომ რომ რაც ჩანს, 3-4 იმდენი წყალქვეშ არის უზარმაზარი მთა და გემიც მოგეხსენება ნახევარი სართული დაბლა არის. დაზიანდება გემი. ასე რომ ჩემოკარგებო, რაც არ ჩანს პოლიტიკაში, სიღრმეში რა არის? პადვოდნიე კამნი. აი ეგ არის საინტერესო პოლიტიკის პადვოდნიე კამნი, წყალქვეშა ქვები დავინახოთ. და ზედაპირზე რა ჩანს? ამერიკის დროშები და აბა ამერიკა, აბა დასავლეთი. არა ჩემოკარგი, არა. ვინც დანიშნა ეგ მთავრობა და მოლაპარაკდა, ეს არის კანდიდატურა იყო რუსეთიდან და ამერიკელმა თქვა, მოდი გადავიმასამართებ, როგორც გარბაჩოვის შევაცდინე, იქნებ ეგეთ შევარჩინო, მაგრამ ისმის კითხვა, შეაცდინე კი. მოისხი ტილიანი ხალხი. და 1000 პრობლემები აიკიდა ევროპამ. თუ ქურთობა, თუ ყაჩაღობა, შეწუხდნენ ევროპის მოქალაქეები, მშვიდი და წყნარი მოქალაქეები ამ ემიგრანტებისაგან. ეს არის საშინელი ზიზღი, ხომ? საქართველოს როგორ გასვარეს უკვე, შეუსიეს იგი. გახსნილი არის სხვებისთვის, ჩაკეტილია ჩვენთვის. სხვები შემოდიან ზანგები, ვიღაცები მანდა და უკვე ხო ხედავ ჩხუბიც ამტყდარა გუშინ. ნახე ზანგებს დაერივნენ ქართველები მანდა და მაგარიც ემატყება ყოფილა. აი ესეთი არის მდგომარეობა. მანდ ეხლა რა იქნება კიდე? ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება. შემოკარგებო, ძალიან მაგარი შეჭირება არის მსოფლიოში. არეულობა მაღალი დონეს იყო, ორი ბანაკი დაწყნარებული იყო, ყველაფერი გარკვეული. ეხლა ძაღლი პატრონს ვერაცნობს, რა ხდება, არავინ არ იცის. ბადაღებული დემოკრატიას ყაყანებს ყველა, არავინ არ იცის რა არის ეს დემოკრატია. ხო არის, არ არის დემოკრატია, არის დემოკრატია, ორი ის არის. თუ კარგად მიდის საქმე დემოკრატია, თუ ცუდად მიდის საქმე დემოკრატია არ არის. ეს რა არის? რა დემოკრატია, რას გავს ევროპა, გადახედეთ საფრანგეთი რას გავს. რა ხდება? 15000 ქართველი რო შევა საფრანგეთში, ესე იგი ის ქვეყანა აღარ არის უკვე. თან რა ქართველებია? არავინ არ წასულა მანდ აზროვნების შევიწროებისათვის, დევნიდნენ ფილოსოფოსებს, დევნიდნენ მხატვრებს, გევლიდნენ იმ და შეაფარეს კულტურას და იქ რაღაცა წვლილი შეაქვთ. წავიდა მელაფატკე ხალხი. დამთავრებულია საფრანგეთის საქმე. და რამდენი იქნება სხვა ქვეყნებიდან? ეს მარტო საქართველოსთან. რამდენია უკრაინიდან, რამდენია რუსი, რამდენია ყაზახი, რამდენია ბალტიისპირელი. 7 მილიონი არის არაბი. ნახეთ საფრანგეთი სად მიდის? რატო იმის გამო რომ მან ძალიან ბევრი ქვეყნები გაანთავისუფლა. მოისხა ყოფილი თავისი დაპყრობილი ქვეყნებიდან ხალხი მოისხა. მიაშურეს აფრიკიდან უამრავმა ხალხმა. აფრიკაში მუსულმანობაც არის, აქაი ქრისტიანობაც არის. გამრავდა არაბულისა, გამრავდა. ირანიდან მიდის ხალხი, ავღანეთიდან უამრავი რო ჩააგდეს აიყარა ხალხი, პაკისტანი არის უბერავს მაღალ დონეზე. ნახეთ რა კარგად მუშაობს მუსულმანები. მოვედოთ მსოფლიოს და არსად მუსულმანი, სადაც გადადის, მუსულმანობას არ დათმობს. და ისევ მამაძაღლური მიზნები და ის ამოძრავებს. შტატებმა ხო ხედავ ჭკუა ვერ ისწავლეს. რა მოხდა 10 წლის უკან. რა გაუხსენი კარები, რა ჯანდაბადგინდა ეგ ხალხი, რა ვინ მოდის, პაკისტანელს რა უნდა შენთან, რა უნდა ირანელს, რა უნდა ისწავლოს, აი, ნახე დაიწყო გასორა. უღალატეს პრინციპებს რა. ამასაც ესეთი ბედი ეწევა, რაც თავის დროზე ისრაელს მოვიდა სოლომონის მმართველობის დროს დაიწყო და დაამთავრა შვილმა. ბიბლია ამას გვეუბნება ჩემოკარგებო. არა ხარღმებთან, ტყავი გაგძვრება. და ეს გაუგია ყურმოკლით წერეთელს და ამას ის ვერ გაუგია რომ მართლმადიდებლობა ქრისტიანობა არ არის. ეს მართლმადიდებლობის გაჯანსაღებას აპირებს გურამ პეტრიაშვილი. გადააგდებ რუსეთიდან მოწოდებული რელიგია, რომელიც მე ბიზანტიიდან შემოვიდა, მერე ბიზანტიური იმაში სამსახურში იჯდა. თავიდან მოვიდა პირველი ჭეშმარიტი ქრისტიანობა იქადაგა ქალმა, აიტაცეს ისა და მერე სახელმწიფო იმად გამოაცხადეს და სულ დაავიწყდა ყველაფერი. ანტიდასავლურის ისტერია არის, ეს ანტიამერიკული ისტერია რატო არის? ეს არასწორი შეხედულებაა და მართლმადიდებლობით არის რომ ვერ შეხვალთ იქ და რა ხა მართლმადიდებელი და ახლა ამერიკელი რა ვიცი, ერთად ვერ წარმომიდგენია.